კახეთში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია გრძელდება. ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი ბენაშვილთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ თელავში, დედოფლის წყაროსა და ლაგოდეხში იმყოფებოდნენ. სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნების მეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. ახალ სასწავლო წელს კახეთის რეგიონში ჩვენს ბავშვებს დახვდებათ არაერთი სრულიად რეაბილიტირებული სკოლა. ჩვენი მიზანია, რომ მსგავსი სათანადო პირობები იყოს შექმნილი საქართველოს ყველა რეგიონში და ყველა სკოლაში, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულ განათლებაზე სათანადო წვდომა, ხოლო ჩვენს მასწავლებლებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები შექმნილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია. ზუსტად ამ ფორმატში დღეს კახეთში მოვინახულეთ რამდენიმე სკოლა, სადაც მიმდინარეობსარეაბილიტაციო სამუშაოები. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა განახლებულ გარემოში მიიღონ განათლება, თავისთავად ცხადია ეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს სწავლის მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში ერთიან შედეგს უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ სამივე სკოლა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მთლიანად არის ადაპტირებული შეშემო პირებისთვის. მიმდინარე სასწავლო წლისთვის ახალგაზრდა თაობას საშუალება ექნება უფრო კომფორტულ გარემოში მიიღონ განათლება. მოხარულები ვართ, რომ წინანდლის საჯარო სკოლა არის ახლად რეაბილიტირებული. სკოლას აქვს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის მოსწავლეებს მოტივაციის გაზრდაში და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად მასწავლებლებისათვის და ჩვენთვისაც მოტივაციას ზრდის და შედეგები ფიქრობ, რომ უკეთესი იქნება სასწავლო წლის ბოლოს.